იმერეთში მოსულმა თოვლმა მოქალაქეები დენის, წყლის, გაზისა და ინტერნეტის გარეშე დატოვა. იმერეთის სოფლების ნაწილში ამ დრომდე არ არის გზა გაწმენდილი და არ მიეწოდებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები. მოქალაქეები ახალ წელსაც კი შუქის, წყლისა და გაზის გარეშე შეხვდნენ. ზესტაფონის ბევრი სოფელი დღესაც უგზოდ და უშუქოდაა. კერძოდ სოფელი ბოსლევი, უფლის იმედზეა დარჩენილი. მე შევხვდი დენის გარეშე. როგორც ყოველთვის უწყლობა წყალი რომ ადამიანს მოენატრება ზამთარში, მერე რა უნდა ინატრო. დენი შეუფერხებლად არის, არ არსებობს რომ რამე დაზიანება იყოს. 9 საათზე მოვიდა ღამით, ტელეფონის შუქზე მომიწია გარკვეული საჭმელის მომზადება. პლუს მცირეწლოვანთან ერთად. მთავრობა ცოტა რომ გამოფხიზლდეს ცუდი არ იქნება. სოფელი გელათი და მიმდებარე სოფლები. 29 დეკემბრიდან 1 იანვარია და ისევ არაა შუქები. ნუ რამოდენიმე გენერატორებით აბრდღვიალებულ სახლს თუ არ ჩავთვლით, წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში. ფაქტი იმისა. და აი კიდევ ვინც მეუბნებოდით იმას, რომ აი საშიში არ არის ეს ხაზი. რო ამბობთ, რატო არ არის საშიში? თან იცით, აი იმ ხევში გადის მდინარე და ზუსტად მაგ ადგილზეა გაწყვეტილი ხაზი. და წყალში აგდია დენიანი ხაზი. ამას რატო არ უყურებთ და ეს არ არის ხო საშიში? ცხელ ხაზზე როცა დავრეკე მე და თქვენ გადაეცით, არ არის საშიში. რატო არ არის საშიში მითხარით? აი ეგ. აი ეს. რატო არ არის საშიში? გამაგებიეთ, თან მე აქვე ვარ. აი თან აქვე ვარ მე. 1 იანვარი, ახალი წელი. და უყურადღებოდ ეს სამი ოჯახი აქ. ვინც ვართ? არაფერზე არ გაწუხებთ და ეხა კეთილი ვინებოთ და მოვიდეთ და აი ეს ხაზები აღვადგინოთ. თან გთავაზობთ კიდევ ჩვენ დახმარებას. მაგრამ ეს არაფერი ცენტრალურ გზაზე კიდე რას ხდება, ის უარესია. საერთოდ ფიზიკის ახლოს რო არ ახართ განარები, საერთოდ. აი ეგ არის თქვენი მუშაობის შედეგი. 4 წლის უკან გადაუღეთ აი ამ სტოლბას. ფოტოები 4 წლის უკან. და დღესაც არ გაქვთ გამოცულილი. დღესაც და სადაც არ იყო საჭირო, აი სადაც არის ხა ხაზი ჩამოწყვეტილი, იქ დაასვეთ ახალი სტოლბა. ახალი სტოლბა იქ დაასვეთ და აი ეს ფაქტიურად 100 წლის სტოლბა არ გამოცვალეთ. აი ეს არის თქვენი შედეგი. ეს იქეთ ახლოს წასვლაც მეშინია, იმიტომ რომ დენი გადის ვიცი, ჩართულია სოფელი და აი ეს თქვენი უპასუხისმგებლობა. ეს მეტი არაფერი. გეგმიური გაკეთებული რო გაქვთ, ჭკვიანური გაკეთებული რო გაქვთ, აი ეგ არის თქვენი შედეგი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, რის გამოც შეიქმნა გარკვეული პრობლემები. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში მექვენა, ბენდქოუღა, დღნორისა, გაიწმინდა ასევე საჩხეური ლეხიდრისთავის დამაკავშირებელი გზა. სამუშაოები გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა სოფელ ქვილიშორში. გრძელდება დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელის აღდგენის პროცესი. ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.